მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო, დღეს 26 იანვარია კვირა დღე და ყოველ კვირას წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ მიმოხილვას. მე კონსტანტინე ჯეფარიძე. მოგეხსენებათ 20 რიცხვში მოხდა შედგა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, რომელიც 47-ე პრეზიდენტია დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების. 21-22 იანვარს თუ არ ვთქვი რომელი დღე იყო ზუსტად არ მახსოვს, მან მოაწერა ჯერ ორ კანონს ხელი. პირველი კანონი არის არასასურველი სტუმრების, ასე ვთქვათ, არალეგალებისგან გაწმენდა ამერიკის შეერთებული შტატების და მეორე LGBT პროპაგანდის ასე ვთქვათ წინააღმდეგ. გავიხილოთ რას ნიშნავს ორივე და რა დავიწყოთ და რა შემთხვევაში მოხდება ეს ყოველივე. დავიწყოთ პირველი კანონით. ეს არის არალეგალების არალეგალურად შესვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გზის გავლით. მექსიკის გზით. ყველა მოგეხსენებათ ძალიან აქტუალური იყო თემა არალეგალური გადასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში რიო გრანდეს მდინარით. რიო გრანდე ეს არის სოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე, რომელიც კვეთს ამერიკასა და მექსიკას და მთელ სიგრძეზე კალიფორნიიდან ტეხასამდე გადის ეს მდინარე და ყველაზე ცნობილია ეს მდინარე ალიგატორების სიმრავლით. ამიტომ ითვლება ეს გზა ყველაზე საშიშ გზად, მაგრამ ერთადერთი გზა იგი ამერიკაში შესაღწევად. არსებობს შემდეგ ყოველივე შემდეგ ამერიკის ცენტრალურმა დეპარტამენტმა და დაზვერვამ ასე ვთქვათ შექმნა პროგრამა iOS მომხმარებლებისთვის და Android მომხმარებლებისთვის CBP1. რა არის ეს CBP1? CBP1 ჩამოყალიბდა 2000 წელს და მისი გენერალური დირექტორი არის მეთიუ დევისი. მეთიუ დევისმა ასე ვთქვათ ეს პროგრამა შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლეგალურად სურს ამერიკაში შესვლა. და როგორ ხდება ამ პროგრამაში ჩანერგვა ადამიანის. ამ პროგრამაში, როდესაც ხარ მექსიკაში სიტყვაზე, ხარ შენ საქართველოდან იქნები, რუსეთიდან, ჩინეთიდან თუ იაპონიიდან, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ შეგიძლია, როდესაც მექსიკაში იქნები, მექსიკის ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში, დარეგისტრირდი ამ პროგრამაში და ამ პროგრამის მეშვეობით უკვე გვარდიელი იქნება ეს თუ ოფიცერი იქნება თუ სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენელი დაკავშირდება იმითითებულ სატელეფონო ნომერზე ან მითითებულ მეილზე შენს აკაუნტში და დაგიბარებენ უკვე ამერიკის ტერიტორიაზე და გადაგცემენ, ასე ვთქვათ, წინასწარი დაკავების იზოლატორს. ჩვენ ასევე ვახით, მაგრამ ეს ციხე არ არის. ეს არის დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადამიანი ამ იზოლატორში რჩება მანამ, სანამ მის кейსს არ განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, სახელმწიფო დეპარტამენტი და თვით პრეზიდენტი, რომელიც უკვე დღეს არის პრეზიდენტის საავადმყოფოში ზის დღეს დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში. შემდეგ იმართება რა თქმა უნდა სასამართლო ამ ადამიანის, ოღონდ სასამართლო ისეთი არ არის, როგორც ჩვენ თბილისში გვაქვს სააპელაციო და საკონსტიტუციო სასამართლოები. ეს არის სრულიად სხვა პროგრამის სასამართლო, სხვანაირი სასამართლო. რას ქვია სხვანაირი სასამართლო და რა არის ეს? ადამიანს როდესაც გამოვა CBP თავისი ნომრით, ასე ვთქვათ, მას აქვს წინასწარ დაკავების იზოლატორში მინიჭებული საკუთარი ნომერი, სიტყვაზე 499. 499, როდესაც გამოვა გარეთ, მას ორი კვირის ვადაში ენიშნება სასამართლო და სასამართლოში ის წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, ანუ იმ кейსს, რითაც ის შემოვიდა ამერიკის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, თუ ის დაადასტურებს ამას, რომ სიტყვაზე ის არის ან LGBT წარმომადგენელი, თუ იქნება ეს პოლიტიკური დევნილი თუ სხვა რამ, თუ პოლიტიკური პატიმარი ყოფილი, ამ შემთხვევაში და დაუდასტურდება ეს ყოველივე, ამ შემთხვევაში ის არ ტოვებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ის რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. შემდეგ მას უკვე სხვადასხვა საფეხურები აქვს, რომელსაც შემდეგ პოდკასტში ვისაუბრებთ.
ეხლა გადავიდეთ მეორე კანონზე, LGBT პროპაგანდაზე. მოგეხსენებათ, ამერიკის ჯარშიც, ამერიკის ჯარში ყველაზე მეტად არიან LGBT წარმომადგენლები. LGBT და ასე ვთქვათ, ტრამპმა, მინდა დავზინვაქვე, რომ ტრამპმა მოსვლისთანავე აკრძალა ამერიკის დროშასთან, ეროვნულ დროშასთან ერთად გამოყენებულ იქნას LGBT ტრანს თუ ქვია, ასე ვთქვათ, დროშები სახელმწიფო დროშასთან ერთად, იმიტომ რომ ეს აზიანებს ამერიკის სუვერენიტეტს. შემდეგ ახლა აპირებს ტრამპი ზუსტად იმ კანონის მიღებას, რომელსაც ქვია ამერიკის ჯარიდან LGBT თემის და LGBT ასე ვთქვათ წევრების გასუფთავებას, აპირებს ჯარის გასუფთავებას LGBT წევრებისგან. და არ ვიცი კიდევ რას აპირებს ტრამპი და თუ რას დააპირებს და რას გააკეთებს, ამას შემდეგ პოდკასტში ვისაუბრებთ. დღეს იყო ასე ვთქვათ სატესტო პოდკასტი და შევხვდებით მომავალ კვირა დღეს, უკვე მომავალ თვეში. დიდი მადლობა.